ახალი ინტერვიუ უცხო პლანეტელთან. გამოიწერეთ და მოიწონეთ ვიდეო. რა არის საიდუმლოება? ეს ის გამოცანა და პარადოქსია, რომელიც გაურკვევლობასა და წინააღმდეგობას ბადებს. ეს ის სიღრმეა, რომელსაც ჩვენთვის ჯერ ამოუცნობით ცდონა და სიმბოლოები გააჩნია. გაიხსენეთ ამერიკელი ჟურნალისტის ორსონ უელსლის გადმოცემა სამყაროთა ომი, რომელმაც შეარყია მთელი ამერიკა. ეს მოხდა 1938 წელს და ეს თემა ეხებოდა ამოვებს. ამ ინფორმაციას შტატებში ამოების შესახებ გლობალური ისტერია მოჰყვა. ეს თარიღი ასევე უსწრებდა აშში როსველის უდაბნოში განხორციელებულ ამოს კატასტროფას. კატასტროფის შეახებ პუბლიკაციებს და პრესაში გაჟონილ ფაქტებს მოჰყვა სენსაციური დასკვნები, სამეცნიერო გამოკვლევები. მეც ჩავერთე ამ სფეროში და რამდენიმე პუბლიკაცია დაუთმე ამ საკითხს. მქონდა შეხება პროექტ Majestic 12. თან მოვიპოვე მასალები, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ამ მასლათა უმეტესობა გავანადგურე. ამ დოკუმენტებში შედიოდა პროექტში შემავალი წევრი მაკელროის მიერ გადმოცემული ტექსტებიც. ამ წიგნში გადმოცემულია მატილდა ოდონერ მაკელროის ინტერვიუ, რომელიც თითქოს და მისი მტკიცებით ჩამოართვეს გასაიდუმლოებულ აშშ სამხედრო ბაზაზე გადაყვანილ უცხო პლანეტელს. მე 2007 წელს მაკელროისგან მივიღე წერილი დოკუმენტებთან ერთად. აქ იყო ხელნაწერებიც და საბჭთ მანქანაზე დაწერილი ტექსტებიც. უცხო პლანეტელს, ვისაც მაკელროიმ ინტერვიუ ჩამოართვა, ერქვა ერილი. მისი აზრით ისტორიის მთავარი გაკვეთილია, რომ ბევრი ღმერთები ადამიანებად იქცნენ და პირიქით ადამიანები ღმერთებად. ამავეერილის აზრით, მთელი დედამიწის ისტორია ეს სიცრუეთა მდინარეა, რომელთა ტალღებში ჩაიკარგა ღმერთის მსგავსი ძალმოსილი უკვდავი. უკვდავი არსებების მოქმედება დედამიწაზე. ამავეერილის სიტყვებით, რომ თქვათ, თუ დაიწყებდით კოსმოსში პლანეტის ძიებას სახელად ჯოჯოხეთი, აუცილებლად მოხვიდოდით დედამიწაზე. ჯოჯოხეთის აღწერილობა საკმაოდ დაემთხვეოდა ის სიტუაცია, რაც ხდება დედამიწაზე. თქვენი პლანეტის ხალხი როგორ ეკონტაქტებიან ერთმანეთს? აზრებით. გაქვთ თუ არა ნიშნები და დამწერლობა? დიახ. როგორია თქვენი პლანეტა? სახლი და დაბადების ადგილი. თქვენი მთავრობა გამოაგზავნის წარმომადგენლებს ჩვენთან შესახვედრად? არა. რა მისია გაქვთ? ნაკრძალი, საკუთარი გარემოს დაცვა. რა გაიგეთ დედამიწელების შეიარაღების შესახებ? დაბალია დამანგრეველი. რატომ არ გაამჟღავნეს თქვენმა წარმოდადგენლებმა თქვენი აქ ყოფნა? უყურებენ, აკვირდებიან, არანაირი კონტაქტი. ადრე მოდიოდით დედამიწაზე. პერიოდულად მიმდინარეობდა დაკვირვება. რამდენი ხანია რაც დედამიწას იცნობთ? ადამიანების გაჩენამდე. რა იცით ადამიანების ისტორიაზე? არც ისე დიდი ინტერესი. მცირე ხნით. შეგიძლიათ თქვენი სამყარო აგვიწეროთ? ცივილიზაციის ადგილი, კულტურა, ისტორია, დიდი პლანეტა, სიმდიდრე, მუდმივი რესურსები, წესრიგი, ძალაუფლება, ცოდნა, სიბრძნე, ორი ვარსკვლავი, სამი მთვარე. რამდენი ხანია თქვენი ცივილიზაცია ვითარდება? ძალიან ძველია, ტრილიონებით წელი, მუდმივად არსებობს, ყველაზე მაღლა დგას, გეგმა, გრაფიკი, პროგრესი. არჯვება, უმაღლესი მიზნები, იდეები. ღმერთის გწამთ. ვფიქრობთ ის არის. ის გვამოძრავებს. მუდმივად. რა სახის საზოგადოება გაქვთ? კონტროლი, ძალაუფლება, მუდმივი მომავალი. სამყაროში არსებობს სხვა ცოცხლი არსებები.